მწერალთა სახლში ახალი პროექტი სახელწოდებით ამბავი ცისფერყანწელებზე დაიწყო. ლექციათა ციკლი განკუთვნილია სტუდენტებისთვის, პედაგოგებისა და საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან ამ თემატიკით. შეხვედრები მწერალთა სახლში ყოველ პარასკევს 17 საათზე იმართება. ორგანიზატორთა განმარტებით ლექციებისა და ვიზუალურ გამომსახველობითი საშუალებების გამოყენებით პროექტი მიზნად ისახავს გააცოცხლოს და მსმენელისთვის ხელშესახები გახადოს ცისფერყანწელთა მოღვაწეობა. პროექტი 8 თემატურ ლექციას მოიცავს. ლექციებს უძღვება ლიტერატორი ნინო ჩხიკვიშვილი. პროექტში მონაწილეობენ მსახიობებიც. პირველი ლექცია უკვე გაიმართა. მორიგი შეხვედრა 28 თებერვალს შედგება. ამ პროექტის მიზანი არის კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ცისფერყანწელები. ეს არის ერთადერთი ლიტერატურული მიმდინარეობა, ასე ვთქვათ, ჯგუფი, რომელიც აერთიანებს პოეტთა და მწერალთა ჯგუფს. და აი ამის, ასე ვთქვათ, სულისჩამდგენი გახდათ პაოლო იაშვილი და 28 თებერვალს სწორედ პაოლოზე გვექნება საუბარი. წელს საიუბილეო წელია, მაგალითად კოლაუ ნადირაძის, ტიციან ტაბიძის 2 თვის განმავლობაში ყოველ პარასკევს 5 საათზე ველოდებით ყველას, ვისთვისაც საინტერესო და მნიშვნელოვანია ცისფერყანწელების შემოქმედება, მათი ბიოგრაფია, დასწრება, რა თქმა უნდა, თავისუფალია ნებისმიერი თაობის და ნებისმიერი ასაკის ადამიანებს ველოდებით, მოსწავლეებსაც და უფროსი თაობის ადამიანებსაც, რომელთათვისაც შეიძლება ნაცნობია ცისფერყანწელები და ძალიანაც უყვართ და ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენებთ ამ ძვირფას სახელებს. პროექტი პირველად ხორციელდება და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა მწერალთა სახლის დირექტორს ქეთი დუმბაძეს.